კირჩხიბი, მორიელი და თევზები. რა გელოდებათ ივნისის თვეში? დავიწყოთ კირჩხიბების განხილვით. კირჩხიბებისთვის ივნისის თვე ცოტა კარმული იქნება. აქ შესაძლებელია წარსულში თუ რამე არასწორი ქმედება ჩაიდინეთ, თუ რამე სადღაც შეგეშალათ, მოგიწიოთ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობების აღება და გადაწყვეტილებების მიღება. თუ კარგი იყო, წინ დაგხვდებათ კარგი, რაც დათ ესეთის იმას მოიმკით. კირჩხიბებს ცოტა ესეთი პერიოდი გაქვთ. აქ ცვლილებაც რა იქნება, თუ ერთ ადგილას იყავით გაჩერებულები რაღაცა სიახლეები იქნება, შესაძლებელია ძველი სიტუაციებისგან გასვლა-წასვლა იყოს, ახალი გზებისკენ, ახალი მიმართულებებით გადაადგილება გქონდეთ, საკმაოდ თავდაჯერებულები იქნებით კირჩხიბები პრინციპში ივნისის თვეში, შინაგან ძალას, შინაგან სიმტკიცეს იგრძნობთ, პასუხისმგებლობებს აიღებთ სიტუაციებზე და გადაწყვეტთ, რომ როგორც მე მინდა, ისე წავა სიტუაცია და იმის მიხედვით გააკეთებთ. აქ მაინც სიფრთხილე გამოიჩინეთ, რაციონალური აზროვნება ჩართეთ და იმპულსებს არ აყვეთ კირჩხიბები, იმიტომ რომ შეიძლება მე იმპულსებს ზიაპოლამ ცოტა არასწორი მიმართულებით წაგიყვანოთ. ცვლილებები ნამდვილად გექნებათ უკეთესობისკენ. რაც შეეხება მორიელებს მამაკაცურ ენერგიებში იქნებით, სხვათა შორის ამ ერთი თვის განმავლობაში ცოტა ისეთი ძლიერი მიმწოლები, შემტევები, პასუხისმგებლიანები, შეიძლება თქვენს თავზე მოგიწვიოთ ბევრი რაღაცის აღება, ბევრი ტვირთის აღება, ბევრი პასუხისმგებლობის მიწოლა მოგიწევთ, აი ესეთი შედეგზე გახვალთ კმაყოფილები იქნებით, მაგრამ სულ მამაკაცურ ენერგიის ხარჯზე შესაძლებელია მამაკაცის დახმარებაც გქონდეთ მორიელებს პრინციპში, თუ ესეთი არავინ არ აკრავს, მაშინ თავად ხართ თქვენ ქალის კაციც. არ აქვს მნიშვნელობა ყველაფერი, თქვენ ახართ მორიელები ამ თვეში. ბევრი ღრმა ფიქრებიც გიჩანთ, სხვათა შორის მორიელებს, აი თითქოს ცოტა დაღლილები ხართ, ამდენი წვალებით, ამდენი სიძლიერის ჩვენებით, რომ ანუ კი ძლიერები ხართ, მაგრამ სადღაც შინაგანად გლით ეს მომენტი და აი განცდაგოთ, რომ მარტოსულები ხართ, არავის არ ესმის თქვენი, გექნებათ ესეთი მომენტებიც მორიელებს, რომ აი ღრმა თვითგამორკვევაში, თვითანალიზში იქნებით ამ ერთი თვის ვადაზე. რაც შეეხება თევზებისთვის ერთი თვე. ცოტა მერყევ ენერგიებში იქნებიან თევზები, როგორც სასწორები. არჩევანის მდგომარეობები გექნებათ თევზებს, შესაძლებელია რაღაცა სიტუაციებში გადაფასება მოგიწიოთ, ფრთხილად იყავით ყურადღებით, პრინციპში რაციონალურად ცდილობთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღოთ და აი ორი სიტუაცია გაქვთ და ორ სიტუაციაში შორის ცდილობთ, რომ ბალანსი მოიპოვოთ. არ წვადი დაწვათ, არ ჩამფური დაწვათ. შესაძლებელია ბევრი საქმის ერთად კეთება მოგიწიოთ თევზებს და ამიტომაც იყოთ ესე. შესაძლებელია პირად ურთიერთობებში გქონდეთ არჩევანი გასაკეთებელი და ძალიან გიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება. თან არ გინდათ არც ერთის დათმობა, რაც გექნება ცხოვრებისეულად, მაგრამ აი ცოტა ყოყმანებში ხართ რა. შეიძლება საერთო ჯამში აი ესე ვთქვათ, გაჩერებულებიც იყოთ რაღაც მომენტში, გაჩერდით და თქვათ საერთოდ რა მინდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე. თევზებს გექნებათ ესეთი მომენტები, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებთ.